მე არ ვაპირებდი ზოგადად ახლა მაგაზე, მასაგიძე კომენტარს გაკეთოს, მაგრამ მე მინდა გითხრათ ასე რაღაც, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც არის SAIA და სხვა ორგანიზაციები, ასეთ არასერიოზულ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ და მე არ მინდა დავიჯერო, მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ისინი ამას შეგნებულად გამიზულ დაკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხდება გადაუმოწმებული ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სწორედ მსგავსი განცხადებები, დეზინფორმაციული ხასიათის დეზინფორმაციული განცხადებები და რომელიც შეიცავს სიცრუეს ულახავს იმის არა პოლიციას, არამედ თავად ამ ორგანიზაციას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ გადაუმოწმებელს, მე აქ ვაზუსტებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა, ეს პიროვნება არის 6-ჯერ ნასამართლები, კონკრეტულად ეს პიროვნება გორგოტაშვილი 30 სექტემბერს მე გავერკვიე და 30 სექტემბერს ამ ადამიანს შეუტარდა ოპერაცია და მას რაღაც შეეძლო ხელოვნურად ამ ასე ვთქვათ სახის ვეგერძოთ ნაწილის ასე ვთქვათ ამოვარდნა მე როგორც ამეცნეს ეს ინფორმაცია ჩვენ მოვისმენთ ექიმებისგან შესაბამისად არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან მე მინდა ვთხოვო ყველას მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ ჩვენ ყავს პრესამსახური რომელიც ოპერატიულად მუშაობს 20 საათის განმავლობაში მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ 24 საათის განმავლობაში და ვთხოვ მათ რომ არ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება და აქვე მინდა ვთხოვ ყველას რომ პოლიციას მისცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება და შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება დიდი მადლობა